ნატოს გენერალური მდივანი მოსკოვს კიდევ ერთხელ სთხოვს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს განცხადება ალიანსის პირველმა რუსეთის ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. თამარ გოცირიძე ესწრებოდა რასმუსენის პრესკონფერენციას სააგენტო ინტერფაქსის ოფისში და პირდაპირ ეთერში გვერდება თამუნა კონკრეტულად რა განცხადებები გააკეთა რასმუსენმა პრესკონფერენციაზე. დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსი და უცხოელი ჟურნალისტების წინაშე კიდევ ერთხელ გააჟღერა ნატოს ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. ინტერფაქსში გამართულ პრესკონფერენციაზე რასმუსენმა დაადასტურა, რომ ყველა დონეზე პრემიერთან, პრეზიდენტთან თუ პარლამენტარებთან შეხვედრის დროს მან არაერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატომ მიესალმება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ნატო მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები, რუსეთი არასრულებს მედვედევის სარკოზის შეთანხმებას და რუსი ჯარები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. მე მოსკოვში ვიზიტისას მკაფიოდ დავაფიქსირე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოითხოვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტის პატივისცემას. ჩვენ დავარწმუნეთ რუსეთი, რომ სრულად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობები, რომელიც 2008 წლის აგვისტოში სარკოზი მედვედევმა შეიმუშავეს. ნატოს გენერალური მდივნის პოლიტიკური გზავნილებით თბილისში გვიან ღამით შეაფასეს ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ბრიუსელში რასმუსენმა ვაშეძესთან შეხვედრის დროს დადებული პირობა შეასრულა და საქართველოს საკითხი მოსკოვთან მოლაპარაკებებზე დააყენა. პარლამენტის წევრების აზრით დასავლეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ ინტენსიური განცხადებები რუსეთს მუდმივად აგრძნობინებს, რომ მან შეცდომა დაუშვა. დასავლეთმა ერთხელ და სამუდამოდ თავისი ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს ცენტრალურ თემად აქცია საქართველოს თემა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ იქნება ეს დღეს თუ იქნება ხვალ, პოზიცია იქნება შეუქცევადი და პროცესიც იქნება შეუქცევადი და ამიტომ აუცილებლად საქართველოს შეძლებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თავისუფალი სამყარო სამხედრო პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს იმას უშუალოდ პირისპირ შეხვედრის დროს რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან, რომ ნატო და მას შემავალი სახელმწიფოები ვერ შეეგუებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასეთ უხეშ შეურაცხყოფას. არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი.